7 თვეა გრძელდება პროტესტი და ამ პროტესტში ძალიან მაღალი ფასი გადაიხადეთ თქვენ. მე მინდა მივესალმო იმ ახალგაზრდებს, რომლებიც დღეს თავიანთ ციხიდან ვიყურებენ და იმედოვნებენ, რომ ჩვენ როგორც ვიყავით, დღესაც ასე შეკრულები ვიქნებით და ვიქნებით სანამ ისინი არ გამოვლენ, ესე იგი სანამ რეჟიმი არ ჩამოიშლება. მე მინდა მათ ჩვენი თანადგომა, სიყვარული და პატივისცემა გადავცეთ დღეს ყველამ. ეს რადგანაც არ ეყოთ, შემდეგ გადავიდნენ პოლიტიკურ პარტიებზე და მათ ლიდერებზე. მაგრამ ამანაც ვერავინ ვერ შეაშინა და მათაც გადავცეთ ჩვენ დღეს ჩვენი ყველასი სოლიდარობა. რეჟიმი ვერ იმარჯვებს. ეს ხო ჩანს თქვენი აქ დგომით, ეს ხო ჩანს აი ყველასი აქ ერთად დგომით. ჩვენი პასუხი მათ ქმედებებზე არის სწორედ ერთი და მხოლოდ ერთი, ეს არის ერთობა. სხვა პასუხი ვერ გვექნება. ვიღაცებს უნდათ გაუთავებლად მე თხოვონ რაღაცა არარსებული გეგმა. გეგმა არის ერთობა და გეგმა იქნება ხვალ ზეგ ერთობა, სანამ ჩვენ ვერ მივახცევთ შედეგს. და შედეგი სახეზეა. შედეგი არის ის, რომ ქართულ ოცნებაში დაიწყო ჩამოშლა, ერთმანეთის ჭამა, სრული უნდობლობა ერთის მეორესი, ვიღაცის ჩამოშორება, რაღაც წმენდები, გაუგებარი, კორუფციაზე თემის ამოწევა იმისთვის, რომ კიდევ ვიღაცები ჩამოიშორონ, სრულიად გაუგებარი მათთვის მდგომარეობა, მაგრამ ეს არის ჩვენთვის გასაგები, იმიტომ რომ ეს არის ჩვეულებრივი, კლასიკური დიქტატურის და დიქტატურული რეჟიმების ბოლო ეტაპი და ეს არის თქვენი გამარჯვება. და რაც უფრო იშლებიან, რაც უფრო სუსტდებიან, ამიტომ ჭირდებათ, რომ გამოაჩინონ ვითომს რაღაც ძალა. და ამ ძალის გამოჩენა ნიშნავს ახალი რეპრესიული კანონები, ახალი ჯარიმები, ახალი დაპატიმრებები, მაგრამ ეს მხოლოდ მოჩვენებითია. ამითი ძალას ვერ იბრუნებენ, ვეღარ დაიბრუნებენ ვერასოდეს. იმიტომ რომ ეს არის მათი ბოლო სტადია. მათი ერთადერთი რაც დარჩენიათ არიან სრულ იზოლაციაში. საზოგადოებისგან ვერავის ვერ შეკრებენ თავიანთი ნებით, არიან სრულ იზოლაციაში. დანარჩენი მსოფლიოსგან არავინ მათ აღარ ხვდება და უნდა შექმნან რაღაცა პაროდიები მილანში საკონსულოს გახსნისა, იმისთვის რომ აჩვენონ ვითომს, რომ რაღაცა კავშირები კიდევ გააჩნიათ. არა, აღარანაირ. ეგერ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკაში ჩამოვიდა აზერბაიჯანში, ჩავიდა სომხეთში, არც გამოუხედია ამათგან. და ეს არის მათი რეალური დღევანდელი მდგომარეობა. ეს არის სისუსტე, ეს არის დაშლა, ეს არის ჩამოშლა. და ეს ჩვენ უნდა დავინახოთ კარგად, რომ ჩვენში არ ჩაიბუდოს
ის რაღაცა იმენ გასწროება, რომელიც არის მათგან წამოსული. იმიტომ რომ თუ თვითონ ვეღარ ძლიერდებიან, უნდა ჩვენ დაგვასუსტონ. და როგორ გვასუსტებენ? ლიდერები ჩამოაშორეს, ცდილობენ რომ ერთმეორეს დააჯახონ პარტიები. პლატფორმა არსებობს და პლატფორმის გამარჯვება არის ის, რომ დღემდე არსებობს ყველაფრის მიუხედავად, რასაც ცდილობენ ღია ხერხებით და ფარულ ხერხებით. ეხლა რაღაცნაირად ცდილობენ ასევე ჩემ დისკრედიტაციას. არა უშავს. ესეც აღარ გამოუვათ, იმიტომ რომ არაფერი აღარ გამოუვათ, თუ კი ჩვენ ვიქნებით ყველანი ერთად. პასუხი ყველაფერზე არის ერთობა. ერთობა არის გამარჯვება. გამარჯვება ამ რეჟიმზე არ მოვა არც არჩევნებში მონაწილეობით, არც ბოიკოტით, არც შიმშილობით, არც არაფრის სხვა ხერხით. ერთადერთი ბრძოლა არის ერთობის ბრძოლა. ყველა ერთად რო დავდგებით და წინააღმდეგობა იქნება ერთიანი და ვერავინ ამაში ვერ შეიტანს რამე უთანხმოებას. ეს ვიცით, ვგრძნობთ, მაგრამ ზოგჯერ ვერ ვუძლებთ იმას. გასაგები არის, რომ სხვადასხვა აზრები უნდა არსებობდეს, რომ ამ აზრების შორის უნდა იყოს რაღაცა დისკუსია. მაგრამ მე თუ მეკითხებით და ნუ მეკითხებით ჩემი პოზიცია იმ თუ ამ შემოგდებულ თემაზე რა არის, იმიტომ რომ ჩემი პოზიცია არის მხოლოდ ერთი, სადაც ერთობა არის, იქ ვარ მე და არსად სხვაგან. თუ მეკითხებით მე რა ამბიცია მაქვს, მე მაქვს ერთადერთი ამბიცია, რომ ერთობით ეს ქვეყანა გადავარჩინოთ. მე თუ მეკითხებით სად ვიქნები ხვალ, ვიქნები იქ, სადაც იქნება ჩვენი ყველასი ერთობა. მე სხვა სიტყვა არ ვიცი და მე მგონი რომ ჩვენ ყველანი ერთად კარგად ვესმის ერთმანეთის, რომ არ უნდა მივცეთ იმათ საშუალება, რომ თავიანთი სისუსტე და თავიანთი დაშლა ჩვენი რაღაცა შიდა დაპირისპირებებით გადაფარო. ვერ შეძლებენ თუ ჩვენ ვიქნებით ერთად და თუ ჩვენ გავძლევთ ის კიდევ რამდენიმე დღეები თუ კვირები, რაც გვაშორებს საბოლოო გამარჯვებიდან. იშლებიან ისინი, ძლიერდებით ჩვენ.